რასაცა გასცემ შენია, რაც არა დაკარგულია. გაწეული 8 წლისთვის დაფასებას ნუ მოელით, თუმცა ნებისმიერი სიკეთე საბოლოო ჯამში ნაყოფს ყოველთვის გამოისხამს. მაჰათმა განდიმ, რომელსაც ინდუეთში ერის მამას უწოდებენ, არაძალადობრივი ბრძოლის ტაქტიკა, სატიაგრახა შეიმუშავა. მაჰათმა განდი საკუთარი თავის პოვნის საუკეთესო საშუალებაა სხვა ადამიანების მომსახურების შეწყვეტა. როდესაც ისწავლით თვითკონტროლს და საკუთარი ვნებების მართვას, დაგავიწყდებათ რა არის სასოწარკვეთილება. ადამიანი ეს თავისი საკუთარი აზრების პროდუქტია. რაზეც ის ფიქრობს, ის ხდება. არ არის სიმართლე ადამიანში, რომელსაც საკუთარი ენის კონტროლი არ შეუძლია. გრამი საკუთარი გამოცდილებისა ტონას ხვების დარიგებაზე უფრო ღირებულია. თუ მომავალში ცვლილება გინდა, გახდი ეს ცვლილება აწმყოში. თავისუფლება არაფრად არ ღირს, თუ ის არ მოიცავს შეცდომის ჩადენის უფლებას. შესაძლებელი ერთისთვის, შესაძლებელი ყველასთვის. ჩემი რწმენა ასეთია: ნებისმიერი ადამიანი თავისუფლებას მხოლოდ საკუთარი სისუსტის შედეგად კარგავს. მე მხოლოდ ერთ ტირანს ვიცნობ და ეს სინდისის სუსტი ხმაა. იდეალის ფასეულობა იმაშია, რომ ის უჩინარდება, როგორც კი მას ვუახლოვდებით. ერის სიდიადეზე და მის მორალურ პროგრესზე მსჯელობა შეიძლება იმის მიხედვით, თუ როგორ ეპყრობა ის ცხოველებს. დაისახე მიზანი, რესურსები მოიძებნება. მე მხოლოდ კარგ რაღაცებს ველი ადამიანებისგან. მე თვითონ არ ვარ უცოდველი, ამიტომაც არ მიმაჩნია სწორად ყურადღება სხვის შეცდომებზე გავამახვილო. ეს ყოველთვის ამოუცნობი იყო ჩემთვის. როგორ შეუძლიათ ადამიანებს პატივისცენ საკუთარ თავს, როდესაც ამცირებენ თავისნაირებს. ერთადერთი გზა იცხოვრო არის მისცე სხვას საშუალება იცხოვროს. პრინციპი თვალი თვალისწილ მთელ მსოფლიოს დააბრმავებს. სიბრძნე არ არის გჯეროდეს საკუთარი სიბრძნის. აუცილებელია რომ გახსოვდეს. უძლიერესმაც შეიძლება გამოამჟღავნოს სისუსტე და ყველაზე ბრძენმა შეიძლება დაუშვას შეცდომა. რაც არ უნდა გააკეთო ცხოვრებაში, უმნიშვნელო იქნება, მაგრამ აუცილებელია რომ შენ ეს გააკეთო. მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე უფრო მეტი სარგებლობა ჩემი კრიტიკოსი მეგობრებისგან უფრო მიმიღია, ვიდრე თაყვანისმცემლებისგან. განსაკუთრებით თუ კრიტიკა გამოიხატებოდა თავაზიანი და მეგობრული ენით. თუ სამყაროს შეცვლა გინდა, თვითონ შეცვალე. მთელი კაცობრიობა განუყრელი და განუყოფელი ოჯახია და თითოეული ჩვენგანი სხვა დანარჩენის შეცდომაზეა პასუხისმგებელი. ჩვეულებრივ, როცა სასოწარკვეთილებაში ვარ, მე ვიხსენებ ისტორიის მრავალ ეპიზოდს. საუკუნეების მანძილზე სამართალი და სიყვარული ყოველთვის იმარჯვებდა. დიახ, ბევრი იყო ისტორიაში ყოვლის შემძლე ტირანი, მაგრამ საბოლოო ჯამში ყველამ მარცხი განიცადა. გახსოვდეს ამის შესახებ ცხოვრების მძიმე წუთებში. სიყვარული არასოდეს მოითხოვს, ის ყოველთვის გასცემს. სიყვარული ყოველთვის იტანჯება, პროტესტს არასოდეს გამოხატავს,
არასოდეს ეძებს შურისძიებას. სუსტი არასოდეს პატიობს, მიტევება ძლიერების თვისებაა. და მაინც ნამდვილი სილამაზე სულის სიწმინდეში მდგომარეობს. მოიწონე და გამოიწერე ჩვენი არხი. ერთად დავეხმაროთ ადამიანებს შეცვალონ საკუთარი სამყარო. შენ ხარ მნიშვნელოვანი.